ყოველთვის ჩემ ნამუშევარს უყურებ რა სიტყოდა ამაზე ბატონი მიშა. აი რამე ისეთი ხო არ არის რომ მას გულს ვატკენდი ამითი. ზურაგეწაძემ გააკეთა თეატრთან ერთად მეფე ლირი და ამბობენ რომ ხალხს მოსწონს და აი მაინტერესებდა შემაქებდა თუ არა. მე მგონი მის სახელი არ შემირცხვენია. ბევრ რაღაცაზე იმისოდაც ვიცი რომ დამნაშავე ვარ. ჩვენ სულ რაღაც დიალოგი გქონდა. მეტყო და მაგრად იყავი ქეთი არაფრის არ შეგეშინდეს. აჩერეს მთელ მაყურებელს. მესმის რომ გააკეთოს ასე ერთი წამით მინიშნება რომ მისცეს. მაგრამ 1 საათის ყველა კითხვას, შთაბეჭდილებასა და ემოციას დღეს ერთი ადრესატი ჰყავს მიხეილ თუმანიშვილი. ეს ხმები ქართული თეატრის სცენის იდენტობად წლების განმავლობაში იქცა. საწყისი კი არის მიხეილ თუმანიშვილთან შეხვედრა, რომელმაც მათი ცხოვრების წესიც კი შეცვალა. თეატრი, სცენა და მაყურებელი გახდა მთავარი. ალბათ ამიტომაც დაუვიწყარია შეხვედრა ქართული თეატრის რეფორმატორ რეჟისორთან და დღემდე დაუვიწყარია წითელი ვაშლი, როგორც მეგობრობის სიმბოლო. ეს იყო წითელი ვაშლები, ეს იყო ახალი წელი, დღის 12 საათზე ვიკრიბებოდით აქ, ფარდაგი ქონდა ასეთი, სადაც ხელს ვაწერდით, წითელ ღვინოში ამოვავლებდით ამ ვაშლებს და მიქონდა სახლში და საღამოს 12 საათზე უნდა ჩაგვეკმიჩა, რომ ერთად ყოფილიყავით. მაგრამ თავარი მან ის იყო, რომ აი რა გააკეთე შენ ამ წელს თუ რამე გააკეთე და რამდენად ფასდება ეს თუ შენაფასებ და გიფასებენ და ასე შემდეგ. ისე რომ აღსაღებასავით იყო ეს. უბედნიერესი წლები იყო, აი უბედნიერესი. თუმანიშვილთან სწავლა ეს იყო აი ნამდვილი დღესასწაული. იმიტომ რომ ბატონ მიშას ყველაზე მკაცრ მომენტებშიც კი, როდესაც აი თქვა რაღაცაზე ან გაბრაზდებოდა ამის, მაშინაც კი ზეიმი იყო მაგასთან ყოფნა. ვისაც მე მართლა ვთხოვე, ცოლობა ეს. იმანაც კარგად იცის და რატომ უბდებს ყურს? მეტოქის ხმედობას. რეჟისორი, პედაგოგი და მოაზროვნე, რომელმაც ქართული თეატრის განვითარებაში მთელი ეპოქა შექმნა. მიხეილ თუმანიშვილი ეკუთვნის იმ თაობას, რომელმაც ქართული თეატრი თანამედროვე ევროპულ თეატრალურ აზროვნებას დააკავშირა, მაგრამ ეროვნული ხასიათი და იდენტობა ბოლომდე შეინარჩუნა. როცა შევხვდი ბატონ მიშას, სადღაც 18-19 წლის ვიყავი. ბატონი მიშა მაშინ იყო მიახლოებით 55 წლის. 20 წელი ერთად გავატარეთ და ბატონი მიშა გარდაიცვალა სადღაც 75 წლის. აი ეს 20 წელი უბედნიერესი ხანა, რასაკვირველია თავისი ტკივილით, ბევრი რაღაცა მოხდა ამ 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მის და მის სიყვარული ერთგულება, აი, არ ვიცი, არასოდეს არ გამნელებია. დავთვლი, რომ დღევანდელი ნინელი ჭანკვეტაძე ყველაფრით, იმიტომ რომ მე პატარა ვიყავი მაშინ, ეს მარტო პროფესიას არ ეხება, ჩემ ჩამოყალიბებას ეხება, ჩემ ყველაფერს ეხება, აი, რაც ჩემ თავს ხდება, ეს ბატონ მიშას შექმნილია. ეს იყო რაღაცა სასწაული, ეს იყო ფეიერვერკი. მე მოხვდი ზღაპრულ სამყაროში. კი ვიცოდი რომ მინდოდა მსახიობობა, ჩავაბარე, მუშაობდი, მაგრამ ბატონმა მიშამ აი რაღაცა გახსნა უკან რაღაცა. სხვა სამყაროში მოგახვედრა და დაგვავადმყოფა. მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი ქრონიკა წლების განმავლობაში არაერთი თეატრის სცენას აერთიანებს. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. იყო რუსთაველის თეატრი და შვიდკაცა, დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი, შემდეგ პაუზა, მაგრამ ის, რასაც ქართული თეატრალური სივრცე პაუზად ახასიათებს, ოქროს პერიოდი აღმოჩნდა საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციისთვის. იყო მთავარი რეჟისორი და ასე შემოინახა არქივმა უნიკალური მასალები, რაც დღეს საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდის ნაწილია. მწვერვალი მე მაინც მგონია, რომ აბსოლუტური შედევრი იყო ანტიგონე. სერგო ზაქარიაძე და ზინა კვერენჩხილაძე და აი ეს იყო იმდენად დახვეწილი, იმდენად ერთი არც დეკორაციაში, არც რეჟისურაში, არაფერი ზედმეტი არ იყო. ეს იყო აი ის სრული დახვეწილობა, რომელსაც ქვია შედევრი. რეპეტიციას როგორ იწყებდა, ეს იყო თრთოლვა. ეს იყო აი ის გზნობა, რომ შენ აი ახლა უნდა შეაღო ჯადოსნური კარი, ემზადები
ემზადები დიდხანს, რაღაცა გასაღები უნდა მოარგო, აი ეს რაღაცა სხვა სამყაროში შედიხარ. აი ესეთი რეპეტიციები იყო. ეს მარტო თუმანიშვილს შეეძლო. რომ შეეყვანე იმ სამყაროში, სადაც შენ არც ჭამა გინდოდა, არც სმა, არც ძილი, არაფერზე არ ფიქრობდი, მხოლოდ ფიქრობდი იმ სიამოვნებაზე, რაც აი ამ სამყაროს ახლდა თან. კაცრი იყო საკმაოდ, მაგრამ იმდენად სწორ მიმართულებას გაძლევდა, რომ შენ გეგონა, რომ შენ ქმნი და შენ აკეთებდა. თურმე ის გაკეთებინებს. ეს დიდ რეჟისორებს ახასიათებს. ის რომ მე ძალიან კარგად შემასწავლა ჩემი ხელობა, ვიცი რომ არ დავიკარგები. შეიძლება ზღვა ვერ გადავცურო, სადღაც გავჩერდე, მაგრამ არ ჩავიძირები. დღესაც მე თეატრს სამსახურს არ ვეძახი. ეს არის ჩემი დიდი სიყვარული. და ვამბობ, რომ როგორც კი ეს ჩემი პროფესია სამსახურად გადაიქცევა, მე იქ აღარაფერი არ მესაქმება. იმიტომ რომ ეს არის სიყვარული, ასე მასწავლა ბატონმა მიშამ. სტუდენტებისთვის სამსახიობო გზის ბედნიერი დასაწყისი აღმოჩნდა მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვედრა. მე-11 აუდიტორიაში, რომლითაც მომავალში კინომსახიობთა თეატრი გაიხსნა. ძალიან მიყვარს ეს ჭადრის ხე და ფოთოლი. მოდით დავაარსოთ თეატრი ჭადრის ხის ქვეშ და ჩვენი თეატრის სიმბოლო ჭადრის ფოთოლი იყოს. ადამიანებო, იყავით ფხიზლად, ესპანელი მღვდელი, როცა ასეთი სიყვარულია, ჭინჭრაკა, ანტიგონე. ეს რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებია და კინომსახიობთა თეატრი, ბაკულოს ღორები, დონ ჟუანი, ჩვენი პატარა ქალაქი. ნამუშევრები, რომლებიც ქართული თეატრის ისტორიაა. მე მინდა გავიხსენო ბატონ მიშას მერე ქალბატონ ნათელა ვრუშაძე, იმიტომ რომ აი ეს წიგნი თავარი მოწმის ნაამბობი. ეს არის პირდაპირ ქალბატონ ნათელას და ჩემი ასე ვთქვათ საჩუქარი, ჩვენი საჩუქარი ბატონ მიშას. მე მაინც მგონია რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მე ამის მეოთხედი არ გამეკეთებია მამა ჩემისთვის, რომელიც იყო ბევრი რამის ღირსი. და ამაში ვარ ძალიან დამნაშავე და სხვათა შორის მამა ჩემი და ბატონი მიშა ერთ დღეს არიან დაბადებული 6 თებერვალს ორივეს დაბადების დღე ესეც რაღაცნაირად დაემთხვა ჩემ ცხოვრებაში. სისუფთავე იყო, უბრალოება იყო, სენტიმენტები იყო, რომელიც გვაკლია ახლა რა. და იგივე ის გულწრფელობა, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. და სინამდვილე რატოსითო? შეცდომებზე. შეცდომები როგორც ცხოვრებაში, ასევე საქმეში იქ რაღაცაზე უხასიათოდ იყავიან, გააბრაზეან, აწყენინეს კი ყოფილა ეგეთი რაღაცა. აი ამას ნამდვილად ნანობ. ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე, რეჟისორი თეატრიდან მიდის, სანამ რეპეტიცია დაიწყება. ახლა კი ფარდა. მიხეილ თუმანიშვილმა ახალ თაობას მხოლოდ სპექტაკლები არ დაუტოვა. მან დატოვა წიგნები, ჩანაწერები, ფიქრები, რომლებიც დღემდე გზამკვლევია მათთვის, ვინც თეატრს ცხოვრების ცენტრად ირჩევს. უზარმაზარი რეფორმატორი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქართული თეატრისთვის, აი ახალი სიტყვის მთქმელი და ახალი ხელწერის შემომტანი ამოატრიალა ქართული თეატრი და მისმა შვიდკაცამ, რა თქმა უნდა, ამოატრიალეს 50-იანი წლების ბოლოს. ის რაც ბატონ მიშასგან ვისწავლე, ამას მე ვიყენებ დღემდე, რასაკვირველია. და გითხარით, რომ ეს სიყვარული თეატრის მიმართ არ გამნელებია და უფრო მეტი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. რომ მე ვარ ბატონ მიშას მოწაფე. არ იბრძოლონ პოპულარობისთვის და იბრძოლონ გახდნენ და იმუშაონ იყვნენ პროფესიონალები თავის საქმეში. იყვნენ თავის საქმეში შეწირულები. აი ამას გვასწავლიდა მიშა. ზარმაზარი პედაგოგი. ტოლსტონოგოვისგან მოყვება, კარგი შეგირდი იყო ტოლსტონოგოვის და ამიტომ თვითონაც ძალიან კარგი პედაგოგი დადგა თავის დროზე და მე უკვე ხატვას მიყო ხელი და ისედაც ხატავდა, სულ ხატავდა. აი ეს ჩვენთან ერთად რო რაღაც დახატა, ეს არის საოცარი გზნობა. ხო. აი ესე. თუმანიშვილი ავტორია წიგნისა ახლა კი ფარდა, მაგრამ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ფარდა არასდროს ყოფილა. მხოლოდ ისტორიული ფიცარნაგი და არტისტი მაყურებლის წინაშე. კი უნდა იყოს ყველაფერი ლოგიკურად აგებული, მაგრამ ნამდვილი შემოქმედება იწყება აი ამ ლოგიკის ზევით.
წლების განმავლობაში მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეობა ერთგვარ სტატუსად იქცა, რომელიც ათეულობით წელია ქართული თეატრის ხარისხის საზომია. სწორედ დიდ რეჟისორთან გატარებული წლები აყალიბებს თამასას, რომელიც განსაზღვრავს ხოლმე მსახიობის კარიერას. სწორედ ამ საფუძველმა განსაზღვრა არაერთი არტისტის გზა, მათი დამოკიდებულება სცენის მიმართ და ის ხარისხი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პროფესიულ წონას ქართულ თეატრში. მინდა და სასაცილო წერილი გამოვსწრებდა. სულ სხვანაირი გამოვიდა. რასთვის ამასაც ხდება? ზოგჯერ კომედიის დადგმა მინდა. ის სულ სხვა მიმართულებით მეტის და სულ სხვა რამ გამოდის. კოცნე. თავს მეხედე და არაფერზე არ ვფიქრობ. ეს ამახსენა თამასა, რომელიც ნამდვილად მაღალ ნიშნულზე ქონდა ყველა იმ მსახიობს, რომელსაც მუშაობა უწევდა მიხეილ თუმანიშვილთან. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც ჩვენ კადრებშიც ვნახეთ, გახლავთ ბატონი გოგა პიპინაშვილი, რომელიც ჩვენი სტუმარია და სულ აპროტესტებს ხოლმე რა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილზე სასაუბროთ ვიწევთ, სულ აპროტესტებს, რომ კიდევ ბევრი ადამიანია ჩემს გარდა. ბატონ გოგა, მადლობა რომ ჩვენთან ხართ და ემოციური იყო თქვენთვისაც იმ კადრების ნახვა, რომელიც საკუთარი თავით ნახეთ და თან გითხარით, რომ კადრები რომელიც ნახეთ სიუჟეტში თქვენ მიერაა გადაღებული, ხო? და მაგის პრეტენზია შემდეგ გამოვაცხადებ ახლა კარგი ნოტები დავიწყებ. მართლაც ესეთია გამორჩეული ყველა კადრი და ძალიან დიდ ისტორიას მოიცავს და შეიცავს ეს ყველა კადრი და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია თითოეული მათგანი ახლა როგორი ახალგაზრდები, როგორი შემართებულები, როგორი ენთუზიაზმით სავსეები და არაფერი არ გვახსოვდა, არც დღე, არც ღამე, არც არაფერი, ოღონდ თეატრში ამეგვეკეთებინა და ყოფილიყავით ამ ადამიანის გვერდით. ნამდვილად ასე იყო და მე ბედნიერი ვარ, რომ საკმაოდ დიდი პერიოდი მომიწია ბატონ მიშასთან ურთიერთობამ, თუმცა დავძენ იმასაც, რომ სულ სტუმრად უგრძნობდი თავს. ხო, აი მაგი უნდა გვეკითხა ბატონო. გოგა, თქვენ არც მოწაფე იყავით მისი, არც სტუდენტი და აი როგორ აღმოჩნდით ამ გაუგებრობაში და როგორ იყო თქვენ შეხება, აი პირველი შეხება ბატონ მიშასთან და კი ბატონო, გეტყვით, ჩემო კარგო, მე მესამე კურსზე ვითამაშე ქალბატონ ლილიოს ელიანთან, ვინც ჩემი პედაგოგი იყო და ვინც მზრდი და მასთან ვითამაშე ლუარსაბ თათქარიძე. მაშინ ესეთი არ ვიყავი ძალიან წვრილი თხელი მეჩი და ვითამაშე ლუარსაბ თათქარიძე და მაშინ ბატონი მიშა რაღაცნაირად დაინტერესდა ჩემით და თქვა რომ აი ახალ თეატრს ვაკეთებ და ხო მეოთხე კურსზე რომ გადავედი რაღაც მაშინ ესეთი როგორ გითხრათ ცოტა ხულიგნური პერიოდები გქონდა რაღაცა და შეესწრო ჩემს ჭუბს ხო და ბუნებრივი აღარ წამიყვანა თეატრში ხო და სამაგიეროდ წაიყვანა ჩემი ორი ჯგუფელი რომლებიც დღემდე თეატრში არიან ჩემი რუსიკო ბოლქვაძე და ჩემი ნინო ბურდული ჩვენ სამნი ვიყავით ერთ ჯგუფში და კიდევ მარიკა ჭიჭინაძე რუსთაველის თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობი. ეს ორი ქალბატონი მივიდა ჩემთან თეატრში და მე როგორც ვიცი, რუსიკომ უთხრა ბოლქვაძემ, რომ აი გოგა წამოვიდა იმ თეატრიდან, სადაც გაანაწილეს და რაღაც შემდეგ და მოვიდესო. და მეც მივედი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ამ თეატრთან ესეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან მძიმე ისტორიებით და ბედნიერი დღეებით სავსე და დღევანდელ დღემდე მე ვერ ვღალატობ თუმანიშვილის სახელობის თეატრს, იმიტომ რომ არსად ესე კომფორტულად და ესე ოჯახში თუ სახლში თუ ჩემს გარემოში თავს არ ვგრძნობ როგორც მანდ. ის აი ყველაფერი რომ შენ გეკუთვნის. ეკუთვნის ბატონ მიშას და იქიდან გამომდია ყველა სიტყვა, ყველა წარწერა. და სამდენი არაჩვეულებრივი ფოტო, რომელიც ფოიეშია გამოფენილი, ამდენი წიგნი და
ამდენი ქრესტომატია მსახიობის ოსტატობის. კი ბატონო. ბატონო გოგა, სხვადასხვა 2 წლის წინ თქვენ ახალი დღის სტუდიაში ზუსტად ამ დღეს, როდესაც მიხეილ თუმანიშვილზე ვსაუბრობდით, ახსენეთ, რომ ამდენი წელი გავიდაო და მას შემდეგ დღესაც კი აღმოვაჩენ ხოლმე თუმანიშვილისეულ გავლენას გარკვეულ დეტალებშიო. რა იყო ასეთი მოვლენა, რომ აი ამდენი წლის შემდეგაც მასთან ურთიერთობისგან იმდენი, ვთქვათ, რაღაც ისწავლეთ, რომ დღემდე ჩანს ეს. ეს იცით რა არის? ჩემი გადასახედიდან მე მგონია, რომ ეს არ არის სწავლის პროცესი. ეს არის ორგანულად შეთვისება იმ ადამიანის, ვინც ყავდა გვერდით. ყველა მისი ჟესტი, მოძრაობა და ასე შემდეგ, აი იმდენად სანუკვარი იყო და რაღაც ესეთი განსაკუთრებული, როგორი ნატიფი ხელები ჰქონდა და მისი ხელის მოძრაობა, აი ხანდახან მე თვითონ მიკვირს, რომ მაქვს ხოლმე ესეთი. ხო და მე ვაფიქსირებ, რომ ეს იქიდან მოდის. ხო და ეს არ არის მიბაძვა, ეს არ არის რომ აი მე ვცდილობ რომ ესეთ არა, ეს ორგანული შერწყმა და ძალიან ბევრ ჩემს კოლეგაში აღმომიჩენია მსგავსი რამ და კიდევ ერთი რომ მადლობა ღმერთს რომ გადავეკვეთე ბატონ მიშას მოვხვდი მის ხელში უამრავი რამ ვისწავლე და ახლა როცა ის გვერდით არ მყავს ახლა უფრო ვიხსენებ ყველა ნაჭედ სიტყვას რომ ესე არ შეიძლება ეხლა როცა მარტო ხარ და საკუთარი გზა თვითონ უნდა გაიკულიო მაშინ განსაკუთრებით ძვირფასი ხდება ყველა ნათქვამი სიტყვა, ხო? ბატონო გოგა, ბატონო გოგა. რამედანი თვალთვასობა გამოდის, ვინც მე და შენ გვიცნობს. ჩვენი ურთიერთობა მოდის სტუდენტობის პერიოდში. კი, ბატონო. გოგა, რამდენი წითელი ვაშლის ნომინანტი ხარ? ვიცი რა, ბევრჯერ შემხვედრია ვაშლი და ბევრჯერ გავკიცხულ ვარ იმის გამო, რომ დაუშვათ წელი გასულა ისე, რომ რაღაც ესე დიდი აქტივობა მე არ გამომიჩენია და არ მქონდა ესეთი განსაკუთრებული როლი. როდესაც ვაშლს მიიღებდი წლის მანძილზე, შენი შადენილი ყველა საშინელი და კარგი საქციელი უნდა მოგეყოლა და კოლეგების თანდასწრებით და ნუ ბევრჯერ მომხვედრია იმის გამო რომ აი ერთი წელი კიდევ მიითვალა, როდესაც მე არ მქონდა, თუმცა მინდა გითხრა რომ ჩემ და საბედნიერო ძალიან ბევრ სპექტაკლში ვიყავი ასე ვთქვათ დაკავებული და ბატონ მიშასთან მომიწია აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობამ და წაუშლელი შთაბეჭდილება აი ესე ხანდახან მეც ესე სკეპტიკურად უყურებ ხოლმე, როდესაც ჩემი კოლეგები ან ჩვენ უყვებით, რომ აი ბატონი მიშა და ასე შემდეგ. მოდით მე ხმას არ ამოვიღებ და ნებისმიერმა ადამიანმა წაიკითხოს მისი წიგნი და ის მიხვდება რამხელა ბუმბერას ოსტატთან გვაქვს საქმე. და ეს გავლენაც გოგა ბუნებრივია. სხვა რეჟისორებთანაც გიმუშავია და აი მაინც რაღაცა ის ოქროს მარცვალი რაც განასხვავებდა მიხეილ ივანოვიჩს სხვებისაგან. აი რაღაცა ესეთი საკმაოდ რთული კითხვა დაგისვი ახლა ვიცი. კი. მაგრამ არც ისე რთული, მე შემიძლია პირდაპირ გითხრა, ზუსტად იცოდა რას აკეთებდა და იცოდა რა უნდოდა და მორჩა, ეს არის პასუხი. დღეს მე რაღაცა მაგაში ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს და არა, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ბატონი მიშა იყო ის ადამიანი, რომელიც აი კონკრეტული რეპეტიციისთვის, აი თუნდაც ესეთი ყოველდღიური თუ ესეთ შუალედური რეპეტიციისთვის ისეთი მობილიზებული, ისეთი მომზადებული მოდიოდა, რომ აი ჩემთან ერთ-ერთ ინტერვიუში მეუბნება, რომ აი ახლა მე მაქვს კარგი ფანქარი, ბევრი კარგი ფურცელი დავხატავ, აი მიზანსცენას არ მომეწონება დამჭმუჭნი გადავაგდებ, კიდე დავხატავ, კიდე და სულ ამითი იყო შემყრობილი და ეს იყო ის განსაკუთრებულობა რა. და იყო ძალიან თვითკრიტიკული, როგორც ამბობენ. და ეს თავდაბალი თვითკრიტიკული, ძალიან ნერვიულობდა თურმე პრემიერების წინ, როგორც ვიცი, მისი შვილის ლიკას ჩანაწერებში წერია, რომ მთელ
ღამეს ფანჯარასთან ათენებდა ხოლმე. საინტერესოა, თავად თვითკრიტიკული ხმის კრიტიკაზე როგორ რეაგირებდა ხოლმე, იმიტომ რომ გაიარა ეს კაცეცხლი. კრიმნეულად და განიცდიდა ყველა დეტალს, იმიტომ რომ ყველა აზრი იყო მისთვის გასათვალისწინებელი, რამე თუ თვითონ ეკუთვნოდა ყველას. და ბუნებრივია მათი აზრიც ძალიან აინტერესებდა. ამიტომ ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, რომ რაიმე ისეთი არ გაპარბოდა, რაც მის ვებერთელა ოსტატობას რაღაცნაირად ხიმს მაინც მიაყენებდა, რა ვიცი, რაღაცნაირად და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, რომ ოსტატობასთან ერთად ვიძენდით ურთიერთობის აი იმ გაუკვალავ და იმ საშინელ ბილიკებს გავდიოდით და სწავლობდით ერთმანეთთან ურთიერთობას, სცენაზე ურთიერთობას. არა თეატრალურს, არამედ უბრალოდ სწორედ თეატრ, ხო, ცხოვრებისეულად, აი როგორ შეიძლებოდა მომზადებულიყავი და სცენაზე ასულიყავი. კოლეგა თუ ძალიან არ აგაფრთოვანებს მისი ნამუშევარი, აი ის პლუსი და მინუსი ვერ შედგება. სინათლე ვერ აინთება. გოგა მამამდე უნდა შეგაწყვეტინო, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ასე დილამდე ვისაუბროთ. რაც მალე ჯობია. ნიშნად, მაგრამ შენ ვერ გადაგვირჩევი მაინც. ხშირი სტუმარი იქნები, ისე ცუდად დაგადგით თვალი. ახლა ჩვენ ეთერში მუსიკის დრო